Okay. ჩანს ხო ჩემი ეკრანი? თუ ჯერ არა. ჩანს? კი, ჩანს. Okay, აი. შვენი. დღევანდელი ლექციის თემა იქნება გაგრძელება ობიექტის დეტექციის ლექციების ციკლიდან და დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ ერთ-სტეიჯიან მოდელებს. წინა ლექცია უნდა ყოფილიყო ორ-სტეიჯიან მოდელებზე და დღეს უკვე გადავალთ ერთ-სტეიჯიან მოდელებზე. ჯერ პირველ რიგში თქვენგან მაინტერესებს ინტუიციურად თუ ხვდებით განსხვავება რა შეიძლება იყოს ერთ-სტეიჯიან და ორ-სტეიჯიან მოდელებზე წინა ლექციიდან გამომდინარე. რა შევხვდეთ უცებ? გიორგი. ანუ ორ-სტეიჯიანი მოდელები ესე მუშაობდა, რომ პირველი მოდელი გვეტყოდა შესაძლებელ ბოქსებს, აბჯექტებს და მეორე სტეიჯი ამ ბოქსებს ასწორებდა, რომ მაგალითად შეიძლება 10 ძალიან ახლო ბოქსი ეთქვა მოდელს, ერთმანეთისგან რაღაც პიქსელებით განსხვავებული და მეორე სტეიჯი ამას ასწორებდა და ერთ საუკეთესო ბოქსი ირჩევდა აქედან, გრიდი ალგორითმით და ერთ-სტეიჯიანი მოდელი ეთყობა პირდაპირ სწორ ბოქს გვეუბნება, ან რაღაც ეგეც. ხო. სწორია, დაახლოებით ინტუიცია ეგაა, რომ ორ-სტეიჯიანი მოდელის შემთხვევაში ჩვენ აგეთ რამეს ვაკეთებდით, რომ ჯერ bounding box-ებს ვაპრედიქცევდით და შემდეგ ამ bounding box-ების მიხედვით კლასებს ვეძებდით, ხოლო ახლა მოდი ეგეთი რამე გავაკეთოთ, რომ იმის მაგიერ რომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე გავაკეთოთ ერთ flow-ში დავაპრედიქთოთ როგორც კლასი, ასევე bounding box-ები, ხო? დღევანდელი ლექციის თემა სწორედ ეს იქნება, ჯერ მოტივაცია გავიაროთ, ნაწილობრივ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, შემდეგ YOLO-s ალგორითმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ალგორითმია, შემდეგ SSD, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელებული ალგორითმია და გავაკეთეთ ესეთი ბრიჯი შემდეგ ლექციებზე, რომ FPN-ზეც 1-2 სიტყვა ვთქვათ და ამას უფრო ღრმად შემდეგ ლექციებზე შევეხებით. კარგი. დავიწყოთ მოტივაციით და მთავარი მოტივაცია ყველაფრის ამ სტეიჯიანი მოდელების არის ის, რომ ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ორ-სტეიჯიანი მოდელები გარკვეულწილად ნელი არის იმ ჰარდვერზე, რა ჰარდვერზე ჩვენ ამას უშვებთ ხოლმე. იმიტომ რომ მოდი ახლა ვფიქროთ, რატო შეიძლება იყოს ეს ორ-სტეიჯიანი მოდელები შედარებით ნელი. მოდი ეს პატარა კვიზი გავაკეთოთ, აქ კითხვა ვიცით, რატო შეიძლება იყოს ეს ორ-სტეიჯიანი მოდელები ნელი და 4 სავარაუდო პასუხი გვაქვს, ძალიან ბევრი convolution layer-ი არის, B არის ის, რომ regional proposal-ი გვაქვს და პლუს კლასიფიკაციის სტეპით გვიწევს, ხო? C არის NMS, რაც ვილაპარაკეთ. ეს post-processing-ი არის ნელი. თუ სურათებს აქვს ძალიან მაღალი რეზოლუცია და ამიტომ შეიძლება იყოს, რომ ჩვენი ორ-სტეიჯიანი მოდელები ერთ-სტეიჯიანისგან განსხვავებით ნელი არის ხოლმე. ამას ცოტა ხანი ვიფიქრეთ. ხო, გიორგი? B არის ჩემი აზრით, რადგან პირველი უბრალოდ არასწორი არის, იმიტომ რომ კონვოლუციის ლეიერი ბევრ მოდელს ბევრი, მთავარი მიზეზი ის არის, რომ region proposal-ში ჩვენ მოდელის გაშვება გვიწევს ბევრჯერ, 1000 ჯერ მაინც გვიწევს ძირითადად, რომ კარგი რეზოლუტები ავიღოთ და სურათები რომ მაღალი რეზოლუცია, ეგ იმიტომ არის არასწორი, რომ რეზოლუციის მიუხედავად მაინც იგივე რაოდენობის რეგიონებს უშვებდა და მეორე თვითონ კლასიფიკაციის პასიც ნელი არის, მაგრამ ძალიან ნელი პირველი ნაწილია ბევრად უფრო ნელი. ოკეი, შენჯერ პასუხი იყო, ვეთანხმებით გიორგის, თუ ვინმე არის ისეთი, ვისაც სხვა აზრი აქვს მაგალითად?
ოკეი. ო, იდეაში გიორგი სწორი იყო, სწორი პასუხი B, იმიტომ რომ ჩვენ აქ ორი stage გვაქვს, ხო? ანუ ერთი არის რეგიონების proposition-ը გავაკეთო და მე უკვე ამ proposition-ზე კლასიფიკაციას ვაკეთებ, სწორედ ეს ამიზეზი, რომ ჩვენი მოდელები ორ stage-იანი მოდელები ნელი არის ხოლმე. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ძალიან მაღალი accuracy აქვს ხოლმე რა, ასე რომ თქვა, ძალიან მაღალი წარმოდობის მოდელები არის ეს ორ stage-იანი მოდელები, მაგრამ აპლიკაციებში, როგორიცაა real time detection-ი, მაგალითად კამერებით და შემდეგ ესეთი მოდელები არ გამოდგება ხოლმე. აი მაგალითად თქვენ თუ გინდათ რომ ეს მოდელი რაღაც პატარა hardware-ზე გაუშვათ და ამავდროულად მიახლოებით real time-ში გქონდეთ ობიექტის დეტექცია. ამ მოდელებმა შეიძლება სისწრაფის გამო დაგაღალატოთ და ისეთ აპლიკაციებში, სადაც აუცილებელი არის რომ სწრაფად მოხდეს რაღაცები, შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან დაბალი აქვს ხოლმე ასეთ ორ stage-იან მოდელებს, ასე ვთქვათ, დამუშავების სისწრაფე. ფრეიმების დამუშავების სისწრაფე. ამიტომაც გამოიგონეს უკვე ერთ stage-იანი მოდელები და ზუსტად აბრევიატურაც დაახლოებით მაგას გვეუბნება, ხო, YOLO-სი, you only look once, ესე იშიფრება YOLO. რომ მხოლოდ ერთხელ შეხედვა სჭირდება მოდელს იმისთვის, რომ გამოიცნოს ისე როგორც ობიექტის კლასი, ასევე დააპრედიქტოს ამ ობიექტის პოზიციას, ხო? ახლა ჩვენ სურათზე ხედავთ YOLO-s paper-დან ამოღებულ მაგალითს, თუ როგორ მუშაობს ეს YOLO-s არქიტექტურა და flow თავიდან ბოლომდე. და მოდი ახლა გავყვეთ სწორედ ამ მათ მიერ შემოთავაზებულ სურათს და მათ მიერ შემოთავაზებულ არქიტექტურას, ხო? ესე იგი, ძირითადად ეს workflow, თუ როგორ მუშაობს YOLO, შეგვიძლია 5 ძირითად ეტაპად დავყოთ. ერთი არის მთავარი, რა თქმა უნდა, არის რაღაც pre-trained CNN მოდელი, რომელსაც აქვს უკვე ინფორმაცია. სწორედ სურათებზე იცის რა ხდება გარემოში, როგორი არის ფერების ენკოდინგი, ხო? ფორმების ენკოდინგი და ასე შემდეგ, ხო? ანუ შეგვიძლია უკვე გასწრებული მოდელი ავიღოთ, transfer learning-ში ეს ყველაფერი გავიარეთ და ამოვიყენოთ ამ მოდელის ცოდნა იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ახალი ობიექტის დეტექციის ცოდნა და სკილი, ასე ვთქვათ, შევასწავლოთ ჩვენს მოდელს, ხო? სწორედ ამ CNN-ზე დაყრდნობით, მე უკვე არქიტექტურას აშენებენ და ამ არქიტექტურის მაგალითებს, უბრალოდ მაგალითს როგორი არის YOLO-ს შემთხვევაში და როგორ მუშაობს, გავვილით უკვე შემდეგ სლაიდს. ხო? მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, გავყოფთ, ავიღებთ ამ CNN-ს, ამ CNN-ში თითოეულ სურათისთვის ეგეთ ოპერაციას ვაკეთებთ, რომ ავიღებთ და ამ სურათს აი ამ სურათს მაგალითისთვის დავყოფთ S გამრავლებული S grid-ად, რა. ამ შემთხვევაში S-ი 7 არის და ასე ვთქვათ 59 ცალ კვადრატად ყოფთ ამ ჩვენს სურათს, ასე ვთქვათ, ხო? კარგი. და აი სწორედ აი ამ კვადრატების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ უკვე რომ ძალიან ისეთი არქიტექტურა ავაგოთ, რომელიც ერთდროულად დაგოგენერირებინებს როგორც bounding box-ებს, ასევე დაგოგენერირებინებს კლასებს ერთი calls, ანუ ერთი გამოძახების შემდეგ, ხო? სადა ვიღაც შემოდის. კარგი. ხო. და ჩავთვალოთ, რომ ეს ამ ობიექტს ყოფთ, ასე ვთქვათ, 59 ცალი. ან განსხვავება S-ის მიხედვით კვადრატებად ყოფთ და თითოეულ კვადრატს შემდეგ უკვე ვაკავშირებთ bounding box-ებთან.
ხო და ასევე class probabilities-თან და ამას როგორ გავაკეთებთ loss ფუნქციაში ინტუიტიურად შევსწრებთ რომ გავიგოთ, ხო? და თითოეული შემდეგ უკვე თითოეული სურათისთვის ჩვენ ერთის მხრივ ვარაუდობთ bounding boxes plus confidence, აი აქ, ხო? და ასევე ვარაუდობთ კლასის probability-ებს თითოეული ამ ჩვენი ქსელისთვის, ანუ ამ ჩვენი კვადრატისთვის, რა. ამას აქაც ვივარაუდებთ რა არის და ნებისმიერ კვადრატისთვის ვივარაუდებთ კლასის probabilities და რაღაცა მეფი გვექნება ასე რომ ვთქვათ მთლიან სურათზე ამა თუ ქსელისთვის, ამა თუ კვადრატისთვის რა არის იმის ალბათობა რომ აქ ესა თუ ის კლასი არის, ხო? მაგალითად, ჩვენ თუ აღვნიშნავთ ძაღლის კლასს ცისფერი ფერით, ხოლო ველოსიპედისას ყვითელი ფერით. დაახლოებით აი ასე შეიძლება ჩვენი class probability map-ი გამოიყურებოდეს მას შემდეგ, რაც ჩვენ რაღაცა predictions გავაკეთებთ. ხო, აი აქ, ანუ იმის ალბათობა, რომ ძაღლი იყოს, უფრო მაღალი არის, ვიდრე აი აქ იმის ალბათობა, რომ მანქანა იყოს, ხო, მანქანიც აღნიშნავს ამის ალბათობას, ხო? და შემდეგ უკვე აი ამ ორი ცალი output-ის შემდეგ ჩვენ რაღაც final decisions საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ, ნუ. ეს არის დაახლოებით ინტუიცია იმისი თუ რანაირად მუშაობს YOLO და ეხლა მოდით დაახლოებით step by step გავყვეთ ამ ყველაფერს. კიდე ერთი რაც გამოგჩა არის ის, რომ როდესაც ჩვენ ამ სურათს ასე რომ ვთქვათ დავყოფთ კვადრატებად ესეთ რაღაცას ვაკეთებთ, რომ ნამდვილი კვადრატი, ანუ responsible პასუხის ის კვადრატი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ობიექტის ამ შემთხვევაში მაგალითად ძაღლის prediction-ზე არის სწორედ ის ობიექტი, რომელშიც მოექცევა ამ ძაღლის ცენტრი. ხო, აი აქ მაგალითად, აი აქ ჩანს ხო ის რაზეც ვაკეთებ კვადრატს თუ ძალიან ჩანს ძაღლი რო ვაკეთებ კვადრატს თუ ის არის პარალელურად ჩანს არა ჩანს ხო აი ახლა მაგალითად აი ამ ძაღლის ცენტრი რომელ ობიექტს რომელ კვადრატს მოექცევა რეალურად და აი აქ აქტუალს დაახლოებით ხო აი ეს მხოლოდ ეს კვადრატი იქნება პასუხისმგებელი prediction-ზე დანარჩენი ყველა სხვა იქნება პასუხისმგებელი უკვე სხვა ობიექტებზე ან შეიძლება არც ერთ ობიექტზე არ იყოს პასუხისმგებელი ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეც გვესმოდეს კარგი ხო ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ანუ final decision რაც არის იქ გვაქვს საბოლოო ვექტორი უცებ ბარემ დავხატოთ ხო მოდი ცადე ბარემ დავხატოთ ხო ანუ ესეთ რაღაცას ვიძახეთ ხო ჩვენ რომ აჩა ხო ჩანს კარგი უშავი ესეთ რაღაცას ვიძახეთ რომ გვაქვს რაღაცა სურათი ნო და აი აქ თუ არის რაღაცა ობიექტი ბურთი და აი აქ თუ არის ობიექტი ავიცი კარები ნო თქვა რომ ფეხბურთის თამაშია აქ თუ არის კარი და აი აქ არის ადამიანი ნო აქ არის ადამიანი ხო ეგეთ რაღაცას ვიძახით რომ მე ჩვენ ამ სურათს ყოფთ ეს სიგამრავლებული ეს ის ზომა კვადრატებზე ხო? ასე რომ ავიღოთ. აგეთ რაღაცას ვიძახი რომ ეხლა მე თუ მქონდა true label-ები
ანუ ნამდვილი ლეიბლები აი ამ ბუთისა, bounding box-ისა ესე, ხო? აი ამ ადამიანისა ესე და აი ამ კარისა ესე. მე ეგეთ რაღაცას ვიძახი, რომ ჩემი პასუხისმგებელი კვადრატები არის იმის მიხედვით, თუ ამ ობიექტის ცენტრი მოექცევა თუ არა აი ამ კვადრატში, ხო? ან მაგალითად ამ ბუთის შემთხვევაში, იდეაში, რამდენი თუ ნამდვილი ობიექტიც მაქვს dataset-ში, ხო? მხოლოდ იმდენი პასუხისმგებელი კვადრატი მექნება შესაბამისად, ხო? ანუ ამ ბუთისთვის ერთი იქნება, ამისთვის ერთი იქნება და ამ კარისთვისაც ერთი იქნება. აი ამ კარის მაგალითად აი ამ ოთხკუთხედის ცენტრი თუ არა აქვს, ხო? პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ეს წელი. შემდეგ დააპრედიქტოს ჩვენი ობიექტი რა სასაბოლოო და loss ფუნქციაში გავლენა ქონდეს, ხო? აი ამის შემთხვევაში, აი ამ კაცის შემთხვევაში თუ აქ არის ცენტრი, იდეაში აი ეს იქნება მხოლოდ პასუხისმგებელი და ბუთის შემთხვევაში თუ აქ არის ცენტრი, ხო? თუ აქ არის ცენტრი, მხოლოდ აი ეს ნაწილი იქნება პასუხისმგებელი ოთხკუთხედი ასე რა ვთქვათ. დანარჩენი ყველა, ხო? აი ესენი დანარჩენი ყველა იქნება ასე ვთქვათ disabled პასუხისგაცემის დროს რა. ეს ყველა. ხო? და ახლა ეგეთ რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ. ეგეთ რაღაცას ვაკეთებთ, როგორც ვთქვით, თითოეული რა ქვია. სურათისთვის დაახლოებით შეგვიძლია ესე წარმოგვიდგინოთ მთლიანი flow, რომ ვაპრედიქტებთ bounding box-ებს, ხო? დაახლოებით ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია ესე ვთქვათ რა, რაღაც ბევრ bounding box ვაპრედიქტებთ საბოლოოდ. და ასევე ვაპრედიქტებთ bounding box plus confidence რა, ასე ვთქვათ. და ასევე ვაპრედიქტებთ, როგორც გითხარით, კლასის განაწილების ალბათობას, რა, კლასების განაწილების ალბათობას, რა. მაგალითად, აქ შეიძლება ვიძახდეთ, რომ უფრო ბუთია განაწილებული, ხო? აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ ბუთია. აი აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი უკაცმია, ხო? აი ესე დაახლოებით. და აი აქ შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ეს ალბათობები მიაქ კარგს, ხო? და რაც შემდეგ. აი აქ რაც ვახშე საერთოდ სხვა ობიექტია შეიძლება და შეიძლება საერთოდ სხვა ობიექტის კლასს გვეუბნება, ხო? და იდეაში მე საბოლოოდ აი ამ ორი ცალ outputs დაახლოებით ასე ვთქვათ, მერჯავთ საბოლოო შედეგის მისაღებად, რა. ესა კლას distribution. Map დავაკვირდით. Map როგორც იმ სურათში, ხო? და ახლა რა არის ეს ჩვენი საბოლოო prediction, ხო? საბოლოო prediction-ში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს bounding box-ი, ხო? გვაქვს confidence-ი და ასევე გვაქვს class-ის probability, ხო? All this class probability შესაბამისად იმდენივეა, რამდენი კლასის გვაქვს. თუ გვაქვს კაცალი კლასი, ხო, თითოეული გვექნება შესაბამისად კაცალი რიცხვი, ხო, ან ეს დავწერთ, მოდი. Set of class prob, ხო? დაახლოებით რომ მივხვდეთ რა არის ეს არის ვექტორი, array სადაც შესული არის კლასის probability-ები, ან ყველა კლასის probability და რომელიც ჯამში არის ერთი, ხო? ამის ჯამი ვიზეთ. იდეა მთელი ამის იდეა ესაა, რომ ყველაფერს, ანუ როგორც bounding box-ებს, ასევე კლასის probabilities და ასევე confidence, თუ რამდენად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აი აქ
ჩვენი bounding box-ის სწორი არის, ერთ ვექტორად წარმოადგენთ და მე შემდეგ უკვე loss აი ამ ერთ ვექტორზე ვაგებთ, ხო? და ნუ შესაბამისად ახლა მოდი დავთვალოთ რა იქნება ჩვენი საბოლოო output-ის ზომა რა. ანუ თითოეული, როგორც ვთქვით უკვე აქ, თითოეული სელისთვის, ანუ თითოეული ეს ანუ აი ამ თითოეული ეს გამოლებული ეს როგორ სელი თითოეულისთვის ეგეთ რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ვარაუდით ანუ bounding box-ებს, ხო? და bounding box-ში გულისხმობ იმას, რომ 4 ცალი გვხვდება ხოლმე როგორც ყოველთვის. ხო? ანუ ეს არის ეს მოგცემს 4 ცალი რიცხვს, ხო? ასევე ვარაუდობთ confidence objectness confidence-ს უძახიან ხოლმე ამას, ანუ რამდენად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი bounding box-ის სწორი არის რა. დაახლოებით ასე შეგვიძლია ინტუიცია აღვიქვათ და ანუ აქ იდეაში იყენებენ ხოლმე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ IOU scores, რომელიც არის intersection over union, რომელიც გავიარეთ უკვე და ესეთ four-stage მოდელებშიც შეგვხვდებოდათ, ხო? გვაქვს confidence და ეს confidence იდეაში არის ერთი ცალი ციფრი, ხო? და გვაქვს class probability map-ი, ხო? ანუ რომელიც არის ასე ვთქვათ probability C0-ის, probability C1-ის ასე შემდეგ და probability C-კასი რა თუ A-1 ბოდიში. თუ ჩვენს უკვე კაცალი კლასი გვაქვს და შესაბამისად ეს მოგცემს კაცალ რიცხვს, ხო? ანუ საბოლოო output-ი დაახლოებით ესე წარმოდგება, ხო? ანუ რაღაც XY, ხო? XY, WH გვექნება ასე დავარქვათ ამას confidence, ხო? confidence S-ი დავარქვათ B0, ასე შემდეგ და BCK-1. ხო და ანუ ჯამში რა გამოდის, ხო? გვაქვს აი ეს 5 ციფრი თითოეული კასთვის და გვაქვს კიდევ ეს კაცალი, ხო? აი ბუდიში ეს დამოვიწყდა, რომ ეს არის თითოეული bounding box-თვის არის 5 ცალი ეს და ესეც 4 ცალი და ესეც არის თითოეული bounding box-თვის ეს confidence, ხო? ანუ რა გვექნება აქ, რომ bounding box-ების რაოდენობა განვალებული ან თითოეული bounding box-თვის არის ეს, რა. ეს XY და ასე შემდეგ, ხო? და თითოეული უკვე სელისთვის არის ეს, ხო? ეს არის ასე ვთქვათ. სელისთვის ესენი არის bounding box-ებისთვის, ხო? და შესაბამისად ჩვენი საბოლოო ზომა ამ ვექტორისა იქნება რა? ანუ 5-ჯერ B-ს, იმიტომ რომ თუ B არის ჩვენი bounding box-ების რაოდენობა, პლუს კაცი გვექნება თითოეული სელისთვის ეს probability რა, ანუ სულ კაცალი probability გვაქვს თითოეული სელისთვის, ხო? ანუ ეს რაოდენობა გვექნება სულ ჯამში თითოეული სელისთვის და ეს შესაბამისად უნდა გავუბრალოთ ეს XS-ზე და სულ ჯამში გვექნება ამ ხელა ვექტორის საბოლოოდ ჩვენი flow-ის ბოლოში. კარგი. ამასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ანუ ზომასთან და flow-ის ინტუიციასთან დაკავშირებით, რომ გავიაროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. გვაქვს. თუ კითხვები არ გაქვთ, გვაქვს განვისვამეთ ლაიქები. Okay. კარგი. Okay. კარგი, მაშინ დავუბრუნდით ჩვენს YOLO-ს workflow და გავაგრძელოთ. ხო, ანუ აქ ციფრები ქვემოთაც მიწერია, ხო?
კარგი, ხო, ანუ responsible პასუხის იმ სელზე როცა ვლაპარაკობთ, რომელიც სელი არის პასუხისმგებელი იდეაში არის ის, რომლის ცენტრიც მოექცევა შესაბამისად true labeled ობიექტის ცენტრზე, ხო? ხოლო რაც შეეხება inbounding box, რომელიც არის პასუხისმგებელი, არის ის, რომელსაც, ასე ვთქვათ, ნამდვილ bounding box-თან უფრო მეტი თანაკვეთა აქვს, ხო? ანუ ეს დაახლოებით გავლილი გქონდა ამის ინტუიცია, ამას გვესმოდა და ეხლაც გვესმის, ხო? ანუ თუ ერთზე მეტი bounding box-ი არის თანაკვეთაში ობიექტთან, შესაბამისად, მხოლოდ იმას დავტოვებთ, რომელიც, ასე ვთქვათ, რომელსაც უფრო მეტი თანაკვეთა აქვს ამ ობიექტთან, ხო? დანარჩენებს გადაყვეთ ხოლმე. ესე ვაკეთებდით და აქამდეც და ესე არის ახლა ზუსტად არაფერი განსაკუთრებული აქ არ იცვლება, ხო? ეხლა რაც შეეხება არქიტექტურას. არქიტექტურა როგორც გითხარით, არის ეგეთი, რომ გვაქვს CNN-ი, რომელმაც იცის, ასე ვთქვათ, ფორმები, ზომები, ფერები და ამ შემდეგ აქვს ინფორმაცია სურათზე და შემდეგ უკვე გვაქვს ვიცალი fully connected layer-ი, რა. და რას ვაკეთებთ ახლა ამ fully connected layer-ში? ანუ როცა ეს ფიჩერებს ამოვიღებთ, როცა ეს ვექტორს გავაკეთებთ საბოლოო ჯამში, შემდეგ უკვე ამას ფორმას შევუცვლით, ასე ვთქვათ, და გადავიყვანთ დაახლოებით სურათის სელის ფორმაში, რა, ანუ სურათს რა ფორმატიც დავყავით თავიდან, ანუ ამ შემთხვევაში S-ი გამრავლებული S, რადაც დავყავით, დაახლოებით იმ ფორმაში გადავიყვანთ და შემდეგ უკვე ვაპრედიქტებთ ჩვენს output-ს თითოეული სელისთვის. და როგორც გითხარით, აი აქ გვაქვს ეს საბოლოო output-ი თითოეული სელისთვის. ანუ ამ S-ი გამრავლებული S ობიექტი გვაქვს, ასე ვთქვათ, დაახლოებით და თითოეული სელისთვის გვაქვს ეგეთი output-ი. Badger, ანუ bounding box badger, X, Y, W, H და ობიექტის ქოგი, ან confidence ქოგი რაც წერან თქვით, ხო? შესაბამისად მაგისი ზომა იქნება 5-ჯერ B და პლუს კლასის დაპრედიქტებული კლასის probability-ები. ხო, რამდენ აი ეს სელი რა ასე ვთქვათ, რა არის იმის ალბათობა, რომ ესა თუ ის კლასი იყოს მოქცეული აი ამ სელში და იდეაში აქ მხოლოდ ერთ ცალ კლასს შეუძლია რომ იყოს რა თითოეული სელში მხოლოდ ერთ ცალ კლასს შეუძლია იყოს. და სწორედ ეს შეიძლება იყოს YOLO-ს ლიმიტაცია. და რაც გულისხმობ იმას ამაში. მაგალითისთვის მე თუ მაქვს ეგეთი სიტუაცია, რომ აქ დიდი სურათი, დიდი რეზოლუციის სურათი და თქვი, რომ ჩემი სელების რაოდენობა არის 5 წელი წელი მაქვს. 5-5-ზე გრედი მაქვს, ხო? და აი აქ თუ ეს ზღვაზე არის ადამიანიც, ხო? და ანუ ცოტა მოკლე ადამიანი გაქვს. ადამიანის და ასევე არის ბურთიც, ხო? ამ ადამიანის ცენტრი მოექცევა უშუალოდ აი აქ თუ ამ ადამიანის ცენტრი შესაბამისად ბუდუში დაბაცებინა. ამ ადამიანის ცენტრი მოექცევა აი ამ სელზე, ხო? ამ სელზე და შესაბამისად სწორედ ეს სელი იქნება პასუხისმგებელი ადამიანის დეტექციაზე, ხო? ეს არის ამ ადამიანის bounding box-ი ოღონდ რეალობაში. ასევე ბურთიც აქ არის, თუმცა ამ შემთხვევაში რადგანაც ადამიანის ასე ვთქვათ ადამიანი აქ მოექცა, ხო? და სავარაუდოდ უფრო დიდი ზომისა ვიდრე
ვიდრე ბურთი, შესაბამისად რა იქნება, რომ ჩვენი probability distribution-ი ეგეთი იქნება, რომ ამ სელზე, ამ სელზე საერთოდ ბოლოში კლასის probability-ებს ვარაუდოთ, ხო გახსოვს, ამ სელზე სავარაუდოდ უფრო მეტი ალბათობა იქნება ადამიანის, ხო? ვიდრე ბურთის, ხო? შესაბამისად, ჩვენ საბოლოო prediction-ში ჩვენ აი ამ ბურთს უბრალოდ დავკარგავთ და ასე ვთქვათ, ვეღარ გვექნება საბოლოო. თუმცა, ეს პრობლემა შემდეგ სხვა ახალ ბიოლოგიაში მოაგვარეს და სხვა არქიტექტურებიც აგვარებს რა. ეს პრობლემა გასაგებია, ეს ლიმიტაცია all of VRT-ის გულისხმული. ოკეი. კარგი. კარგი, ახლა მაშინ გავაგრძელებთ. ხო, ანუ ეს იდეაში ლიმიტაცია არის, ხო, ამათი. ანუ ეს არის ძირითადი არქიტექტურა, როგორც გითხარით, ამ YOLOS-ი, გვაქვს სურათი, შემდეგ ყველაფერს ერთად ვაპრედიქტებთ და შემდეგ უკვე loss ვითვლით, აი ამ დაპრედიქტებულზე, ხოლო loss-ის ჯერ სანამ loss-ზე გადავალთ, არქიტექტურა გასაგებია და თქვენი აზრით loss-ი დაახლოებით ინტუიტიურად თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება იყოს, რა სახე, რა ჩანაწერი შეიძლება გქონდეს. მოდი მაგაზე ვიმჯელოთ ჩვენით. ნამუშევარი გაჩვენეთ, ხო? ნიკოლოზ? ანუ output-ებში რეალურად ხო გვაქვს პირველ რიგში 5 bounding box-ის ერთგვარი მონაცემი და დარჩენი კლასებია. ნუ კლასებისთვის რა loss ვიხმართ, ნუ კლასიფიკაციის loss დიდი ალბათობით, იმიტომ რომ რამდენი კლასი არის მაგისთვის უნდა გაკეთდეს, ანუ cross entropy თუნდაც თუ რამოდენიმე კლასია და bounding box-ებისთვის დიდი ალბათობით რამე რეგრესიის loss, იმიტომ რომ პიქსელები განგრძობითი მონაცემები, ანუ შეიძლება იყოს MS-ზე ალბათ. კი. ხო, ანუ იდეაში გვჭირდება ორი ცალი loss, ხო? ანუ სწორი ინტუიცია იყო ძალიან. ორი ცალი loss გვჭირდება, ერთი გვჭირდება loss იმისთვის, რომ bounding box-ები დავთვალოთ და მეორე გვჭირდება loss-ი იმისთვის, რომ კლასიფიკაცია ნახოთ რამდენად სწორად მუშაობს, ხო? კი ბატონო, ეს სწორი, ანუ ორი ცალი loss-ი გვაქვს. მაგრამ ჩვენ ერთი ცალი output-ია ეს საბოლოო იდეაში, ხო? რა გავუყურებთ ამ ორი ცალი loss, როცა ერთი ცალი output-ი გვაქვს. შევწონოთ. სწორი, კი ბატონო, ანუ ეს ორი ცალი loss-ი ავიღოთ, ცალ-ცალკე დავთვალოთ და ასე ვთქვათ, შევკვიროთ, ხო? ანუ აი აქ დაბლა არის საბოლოო ფორმულა იდეაში და გვაქვს ორი ცალი loss-ი, როგორც ნიკოლოზმა გითხრა, ხო? ერთი არის ლოკალიზაციის loss-ი, რომელიც bounding box-ებს გითვლის და იდეაში სწორედ ეგაა, რაც ნიკოლოზმა გითხრა, ანუ ვითვლით იდეაში. პირდაპირ აჯამული გვაქვს კვადრატების სხვაობა, მეტი არაფერი, ხო? და ეს ხო ბოდიშით რო გაწყვეტინებთ, კიდე იმის loss-იც ხო უნდა იყოს confidence-ის loss-იც. ხო, კი, მართალია. სწორი, ანუ confidence loss უნდა იყოს და ეს იდეაში კლასის loss-ის ქვეშ გვაქვს გაერთიანებული. Objectness-ის loss-ი რასაც პირდაპირ ვიცახდით, ანუ ობიექტი ნამდვილად იქ არის თუ არა. აი ეგ მაგისი ის არის, რა ქვია, წილი არის ეს. ხო? ანუ იდეაში loss-ში ეგეთი რაღაც გვაქვს, ძალიან ღრმა მათემატიკაში რო ჩავიდეთ, გვაქვს სამი ცალი წევრის ჯამი, ხო, ერთი არის objectness-ის loss-ი, ან confidence-ის loss-ი, კი ბატონო, როგორც უნდა დავარქვათ, კლასის loss-ი, ხო, აქ და მარტივი loss-ები არის, აქ ყველაფერი უბრალოდ სხვაობები ჩამოვთვლით. ხო და კიდე გვაქვს ლოკალიზაციის loss-ი, ანუ რამდენად სწორად ვითვლით, ანუ ეს არის ეგ ნაწილი, რამდენად სწორად ვითვლით ამა თუ იმ bounding box-ის პოზიციას, ხო? და ნუ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, წეგან ეს მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო, იმიტომ რომ მაგალითად აი ეს ოპერატორები, აქ რასაც ხედავთ, არის ზუსტად მაგისი გამსწორებული ოპერატორები და ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის სელი, ამ შემთხვევაში იური სელი, ამ შემთხვევაში ჟიური bounding box-ი არის თუ არა პასუხისმგებელი დაახლოებით მაგისი მანიშნებელია, ხო? და იდეაში მხოლოდ იმ ასე ვთქვათ, ობიექტების loss-ებს ვითვლით და შეგგვაქვს რა ქვია, loss ფუნქციის ქვეშ და ჯამში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან
ჩვენს საბოლოო predictions. ანუ მაგალითად ბოდიში მაგალითად აი აქ ამ შემთხვევაში როცა აი აქ ამ შემთხვევაში ხო სად იყო ისინი რომ გავაფერადე ხო აი მხოლოდ აი ამ სელებზე დავითვლით ლოსებს ხო და დანარჩენი სელების ლოსებს გადავყიდით იმიტომ რომ ესენი არიან პასუხისმგებლები ასე ვთქვა ხო ხო და იდეაში ეს მათემატიკაში ძალიან ჩავიდეთ თავი არის ეს რომ გვესმოდეს ინტუიცია აქვს ლოკალიზაციის ლოს ცალკე გვაქვს კლასის ლოს ცალკე გვაქვს და ამ კლასის ლოსის ქვეშ გვაქვს გაერთიანებული უკვე კონფიდენცია შეგვიძლია პირიქით ეს ზემოთ ავიტანოთ და ლოკალიზაციის ქვეშ მოვაქციოთ ეს ყველა ან ბაუნდინგ ბოქსების ქვეშ მოვაქციოთ ეს ყველაფერი და ალბათ უფრო სწორი ეგრეც იქნებოდა ხო და გვაქვს ორი ცალი ასე ვთქვათ პარამეტრი რომელსაც შეგვიძლია ეს შეწყობა გავაკეთოთ როგორც ნიკოლოზმა თქვა ლამდა კოორდინატა და ლამდა ნოუ ობიექტი ხო ანუ რომ რაც გვინდა უფრო მეტად გაითვალისწინოს ჩვენმა არქიტექტურამ იმის მიხედვით რომ გადავათამაშებთ ჩვენ ამ წონებს შესაბამისად ხო კარგი შვენიერი ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა ხო W-ს და H-ს ფესვი რატო უწერია? ხო, კარგი კითხვა არის, ანუ იდეაში ეს არის და ნორმალიზირებული პარამეტრები არის, ასე პირდაპირ რო ვთქვათ, ზომები არ არის და სწორედ აი ამ ნორმალიზებიდან გამომდინარე არის, რომ ესეთი ფორმულები გვაქვს. ამ ძირითადად რა, ეგ არის მაგისი მიზეზი, ასე რომ ვთქვათ. ხო. კარგი. კიდე გამინდოდა მეთქვა. ხო, მგონი აქ რაღაცა იმეთი. კარგი. თუ სხვა კითხვები არ არის, მაშინ მე მაქვს კითხვა. ასე როგორც ვთქვით უკვე ჩვენი სურათი დაყოფილი არის გრიდად, ხო, ანუ რაღაც ეს გამრავლებული ეს ზომის გრიდად არის დაყოფილი. რიქაფი რო გავაკეთოთ რას გვით და გავივარჯიშოთ გონება, კითხვა ეგეთია. ამ ჩვენი ოთხკუთხედებიდან, ამ ჩვენი კვადრატებიდან რომელი აპრედიქტებს ობიექტს უშუალოდ. თუ გინდა დაწერეთ და 3-2 ერთს გეტყვით და დაწერეთ და ნახოთ. როცა გეტყვით. აი დაწერეთ და დავითვლით. დავითვლია, მაგრამ კაი. ოკეი. აი B ლიდერობს და სწორი პასუხი იდეაში B არის, ხო? და ნუ D რატო არ არის ახლა მოდ დანარჩენებზეც, ან ჯერ ვთქვათ, რომ სწორი პასუხი D რატო არის, ანუ იმიტომ რომ ეს რო გავიარეთ, აი იდეა ეს, აი პასუხისმგებელი ერთკალისელი არის ამა თუ იმ ობიექტის დაპრედიქტებაზე, ასე რომ ვთქვათ. და ამ შემთხვევაში ის ობიექტი არის, რომლის ცენტრიც არის მოქცეული ამ სეტზე, ხო ეს იდეა ეგეთი. რაც შეეხება დანარჩენ პასუხებს, cell with larger overlap რაცა, ანუ ყველაზე დიდი overlap სადაც არისო, ეგ არის object bounding box-ის არჩევის დროს არის ეს პასუხი სწორი და ასევე cell with highest confidence ეს არის ესეც ეს იყო უბრალოდ no object-ის არჩევის დროს სწორი პასუხი ასე რომ ვთქვათ. კარგი. შვენიერი. კარგი. ეხლა გადავიდეთ ხო, აქ ის ხო დავაუწყდა რომ ეს ეხლა ჩვენ რაც გავიარეთ არის YOLO 2.1-ის არქიტექტურა და თეორია დაახლოებით რომ მივხვდეთ, ხო? ანუ
ენქორები არ ქონია. პირდაპირ ძალიან პირდაპირ მოდელი არის, ერთად წერთ პასუხებს ხო და შემდეგ უკვე ვცდილობთ ამ პასუხების მიხედვით ჩვენი loss ფუნქცია დავთვალოთ, ხო? ხო, იდეა ეგ არა. და ამის მიერ განვითარდა ეს YOLO, იმიტომ რომ სხვადასხვა აპლიკაციებს ძალიან მაღალი წარმადობის ჰქონდა და გარდა ამისა ძალიან კარგი სიჩქარე ჰქონდა და შესაბამისად ძალიან ბევრ რეალურ ცხოვრების ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენებოდა ხოლმე. და შესაბამისად რადგანაც თავიდან ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიური ნიშნები ქონა ამ YOLO-ს, განავითარეს და დღეს უკვე ძალიან ახალი YOLO-ები იქნება, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო მეტი და მეტი გაუმჯობესებები აქვს, როგორც წარმადობაში, ასევე სისწრაფეში. ანუ მოკლედ შეგიძლიათ თქვენს ნახოთ ახალი YOLO-ები და ახალი ფერიფერები ამ არქიტექტურაზე დაფუძნებული, ხო? კარგი. და ახლა გადავიდეთ მეორე ასევე ფართოდ გავრცელებული არქიტექტურაზე, რომელიც არის single shot multi-box დეტექტორი. ხო? და ესეც ამის სახელის დაახლოებით იგივეს მეუბნება, რაც YOLO-ს სახელი მეუბნებოდა. რომ აქაც მხოლოდ ერთი ცალი ერთი მოდელი გვჭირდება იმისთვის, რომ დავაპრედიქტოთ როგორც bounding box-ები, ასევე კლასი, ხო? ამის მთელი იდეაც იგივე არის, რა. თუმცა არქიტექტურა და მთლიანი flow განსხვავდება YOLO-ს. არქიტექტურა ძალიან მარტივად რო ვთქვათ, და ინტუიცია მოგცეთ არის ეგეთი, რომ გვაქვს შემოვალ სურათი და შემოვალ სურათის შემდეგ ისე წეღან გვაქვს CNN-ი, რომელმაც იცის ფორმები, ზომები, ხო, ფერები და შემდეგ ამ შემთხვევაში ორიგინალი paper-ის ავტორებმა მაშინ state of the art CNN-ის მაშინ იყო VGG 16 და შემდეგ უკვე ამ VGG 16-ს დაამატეს თავიანთი ლეიერები, ხო? რაც არის სამთავიანთი არქიტექტურის ასე ვთქვათ იდეა, მთელი იდეა ეგაა, რომ მხოლოდ კონვოლუციური ლეიერები გაქვს და ამ კონვოლუციური ლეიერებიდან შენ ცდილობ ისე ამოიღო ობიექტები და ისე დააპრედიქტო, რომ საბოლოოდ ძალიან კაი შედეგები მოგცეს. ეხლა რაც გულისხმობს ეს ყველაფერი. YOLO-ში ანუ ბოლო ეტაპზე ცდილობდი, რომ დაგეპრედიქტებინა შენ ობიექტები, ხო? იდეა იგი იყო, რომ აი ამ ეტაპზე არქიტექტურის ნახატი აქვს. ხო, აქ CNN-ი ქონდა, საბოლოოდ fully connected layer-ები და აი აქ ბოლოში fully connected layer-ების მერე შენ ცდილობდი, რომ დაგეპრედიქტებინა შენი საბოლოო პასუხი, ხო? ხოლო აქ ამ შემთხვევაში SSD შემთხვევაში ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად არის. შენ, ანუ ამ ავტორებმა, პუბლიკაციის ავტორებმა შეეცადნენ, რომ ბოლოს კი არ დაეპრედიქტებინათ ეს ობიექტები, არამედ feature method-თან ერთად, ანუ feature-ების ამოღებასთან ერთად, layer დაეპრედიქტებინათ ახალი ობიექტები, ანუ აი აქ დაეპრედიქტებინათ რაღაცა გარკვეული სეტი ობიექტებისა. შემდეგ უკვე აი აქ დაეპრედიქტებინათ ასევე გარკვეული სეტი ობიექტებისა. შემდეგ აქ დაეპრედიქტებინათ ისევე რაღაც სხვა გარკვეული რაოდენობა ობიექტების და ასე შემდეგ. ანუ გამოეყენებინათ არქიტექტურის სიღრმე იმაში, რომ სხვადასხვა ინფორმაციები ამოეღოთ, ხო? და იდეურად ძალიან, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი იდეაა, ხო, რომ
შენ არქიტექტურის სიღრმეს და ფიჩერების extractions იყენებ იმისთვის, რომ შენთვის სასურველი loss-ის ფუნქცია გააუმჯობესო. აი, ამასთან დაკავშირებით გვაქვს რამე კითხვები, საწყის კითხვები არქიტექტურასთან დაკავშირებით. უცებ რომ გავიაროს. არა? კარგი. ხო, და ახლა workflow როგორია, ხო? როგორც გითხარით, აქ გვაქვს, მოიცათ უგნათ, მოდი დავხატოთ კიდევაც. განაგი არქიტექტურა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, ხო? მნიშვნელოვანი. სულება არის ეგიდიაში იოლოსგან, ხო? ანუ დაახლოებით ესეთი სიტუაცია, რომ აქ გვაქვს რაღაც სურათი, აქ რაღაცა ფიჩერები, ხო? აქაც რაღაცა ფიჩერები, ასე შემდეგ. ჩვენ ეგეთ რამეს ვაკეთებთ, რომ ესენი ხო, ესე მიდიან წინ, ხო? თუმცა ეგეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ აი ამ ფიჩერებიდან მე ავდგები და ამოვიღებ რაღაცა ობიექტებს, ასევე ამ ფიჩერებიდანაც ავდგები და ამოვიღებ რაღაცა ობიექტებს, მოიცავს რა ხოთე. ამი. ანუ აქ ხო რაღაც საბოლოოდ ეს რაღაც პასუხს ვაძლევს, ხო? აქედანაც რაღაცა ობიექტებს ამოვიღებ, რა? აი ასეთი სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ უკეთესი იქნება. ხო? აი ესეთი სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ უკეთესი იქნება, რა. ანუ თითოეული feature extractor-დან ეს დავარქვათ ამებს, feature layer-დან მე ვცდილობ, რომ დავაპრედიქტო ესა თუ ის ობიექტი და პლუს კლასი. ხო? მთელი იდეა ეგაა, რომ აქედანაც ვაპრედიქტებ, აქედანაც და აქედანაც, ხო? VGG-ს რაც შეეხება თავიდან CNN-ი კლას გვაძლევდა feature extraction-ი იყო და ბოლოში კლასის layer-ი, ხო? fully connected. იდეაში ესე გავაკეთეს, რომ ეს ბოლო layer-ი საერთოდ გადააგდეს და პირდაპირ ეს გამოიყენეს. ხელი ეწევინა თუ შემოდის ვინმე. შემოვიდა. ხო. დავაექსეპტოთ. ხო, ანუ ამ მთელი იდეა ესაა, რომ აქედან ჩვენ ვცდილობთ, რომ feature რაღაცები გავიგოთ, ხო, ინფორმაცია. და ეგეთი რაღაც ხდება, რომ გვაქვს როგორც pre-trained CNN network-ი და შემდეგ არის პირამიდა სურათების, ხო? და გვაქვს წინასწარ განსაზღვრული anchor box-ები. ამას არ ვიცი, რაღაც დავარქვით ქართულად. თუ წინა ლექციაზე თუ დავარქვით. თუ ასე უძახდით პირდაპირ. ოკეი, არ ვიცით. კარგი. ხო, ანუ იდეა იგაა, რომ წინასწარ განსაზღვრული box-ები გვაქვს და მე ამ box-ების shifts ვაკეთებთ feature map-ების მიხედვით, ხო? თითოეული prediction-ი მოიცავს shift-ებს, ხო? ლოკალიზაციას, ანუ გამხელად უნდა გადავყაროთ ესა თუ ის box-ი თავის თავიდან და პლუს მაგას confidence scores, რა? class confidence, ხო? რამდენად რომელი კლასი არის ეგ. ასე რო თქვა, ხო? ანუ იდეა მარტივია. და ახლა თითოეულ feature-ში, ანუ თითოეულ აი ამ layer-ში ეგეთ რაღაც ხდება, რა? აი აქ ეს ხო იდეაში ეგეთ რაღაცას იძლევა საბოლოოდ, რაღაც ესეთი ტიპია, ხო? ესეთი grid-ი აქვს, ხო? და თითოეულ feature-ში ჩვენ ეგეთ რამეს ვაკეთებთ, რომ გვაქვს anchor-ები ესეთი, რაღაცა ესეთი ტიპის, ხო? და ვცდილობთ, რომ აი ამ anchor-ებზე გავაკეთო prediction-ი. ხო, აი აქ მაგალითად 8x 8 feature map-ი თუ გვაქვს, anchor-ები თუ ეგეთია, ეგ anchor-ები შეესაბამება კატას, აი ამ კატის ობიექტს. ხო, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, ხოლო აი ხოლო აი 4x4-ზე feature map-ი რაცა და აი აქ ეს anchor-ებია.
აი აქ ეს ენქორებია, ეს ენქორები შეესაბამება ძაღლს, ხო? ამ იმას რო ვიძახდი, რომ თითოეული feature map პასუხისმგებელია რაღაცა სეტზე ობიექტების, აი ამას გულისხმობდი, რომ ზომების მიხედვით რომელიღაცა feature map-ები პასუხისმგებლები არიან რაღაცა ზომის ობიექტებზე, ხოლო რომელიღაცა feature map-ები რომელიღაც სხვა ზომის ობიექტებზე. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს anchor box-ები ისე განსაზღვროთ, რომ მთლიანად დაახლოებით ასე თუ ისე მოიცავდეს ყველა ზომის ობიექტს, ხო? და ისეთი განაწილება იყოს feature map-ების ზომებსა და ობიექტების feature map-ების ზომებსა და anchor-ებს შორის, რომ რაღაც ზუსტი თანაკვეთა მოგვცეს საბოლოო ჯამში. ხო, ეგრე ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დეტალი ამ SSD-ის დაპროექტების დროს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, 8x, 8 feature-ები დაახლოებით კატის ზომა ობიექტების დეტექციაში არიან მაგრები, ხოლო 4x, 4 feature map-ები ძაღლის ზომა ობიექტების დეტექციაში არიან მაგრები, ხო? და შესაბამისად, აქ უფრო დიდი anchor box-ებია, ხოლო აქ უფრო პატარა anchor box-ები. კაი, ამასთან დაკავშირებით, რა კითხვა გვაქვს? ხო, და ანუ აქ იდეა ინტუიციაც ეგაა, რომ ეს anchor box-ები რაღაცნაირად უნდა გავანაწილოთ ჩვენ feature map-ების ზომების მიხედვით. ანუ ესენი თუ არის feature map-ების ზომები, ეს L1, L2, L3, L4 და ამ შემდეგ, როგორც ვიცით, ანუ layer-ების მატებასთან ერთად ჩვენი ამის feature map-ის ზომები იკლებს. შესაბამისად, anchor box-ების ზომებიც უნდა შეიცვალოს, ხო? ანუ თავიდან რაღაც ზომით ვიწყებთ, შემდეგ ოდნავ ვადიდებთ და შესაბამისად ისე გამოდის საბოლოო ჯამში, რომ ბოლო ობიექტები, ასე რომ ვთქვათ, ბოლო ლეველის feature map-ები უფრო დიდ ობიექტების მოგებაზე არიან პასუხისმგებლები ხოლმე, ხო? ეს მათემატიკა შეიძლება გავიაროთ, იდეა ისაა, რომ განაგაც დავთვალოთ paper-ის ავტორები გვაძლევენ იმის იდეასაც, რომ განაგაც უნდა დავთვალოთ ჩვენი anchor box-ების scale-ები რა. ანუ რამხელა უნდა იყოს თითოეული anchor box, ხო? თითოეული level-ისთვის და ესენი გვეუბნებიან ერთი სტოლისთვის რა უნდა იყოს, ხო? თვითონ გვეუბნებიან, არ ვიცი რას დაყრდნობით ზუსტად, ჰეურისტიკა მგონი ეს ამ ბევრი სადეს და ესე გამოვიდა, რომ ეს უნდა იყოს ხო თავიდან და შემდეგ უკვე მინიმალური და მაქსიმალურის მიხედვით უნდა ავარჩიოთ მინიმალურის და მაქსიმალურის და ლეველის მიხედვით უნდა ავარჩიოთ ეს scaling-ი, ხო? და შემდეგ უკვე aspect ratio გვაქვს შესაბამისად რაღაცა რა. ამ შემთხვევაში მაგალითად 1, 2, 3, 1.5 და შემდეგ ამ anchor box-ებს რაღაცნაირად ან ვადიდებთ, ან ვწდით, ამ შემდეგ, ხო? და ეგეც აი აქ არის მოცემული. ამ მთელი ფორმულები თუ რანაირად მეყოს anchor box-ები და განაწილება layer-ების მიხედვით მოცემული გვაქვს ჩვენს paper-ში. ანუ იდეა ისაა, რომ ვცვლით ზომებს level-ის მიხედვით, რანაირად ვცვლით აქა და ვცვლით ასევე anchor box-ების ზომებსაც თავისთავად. ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა? არა. კარგი, მაშინ მე მაკითხვა. ეს გონი თქვი, მაგრამ მაინც ალბათ გავიმეორეთ რამდენად უღელტებით თქვი მისმენთ. რომელი ლეიერები, ანუ აი ამ ფორმულების მიხედვით და აი ამ სურათის მიხედვით, რომელი ლეიერები არიან პასუხისმგებლები უფრო დიდი ობიექტის დეტექციას და რომელი ლეიერები უფრო პატარა ობიექტის დეტექციაზე.
კითხვა ხო გასაგებია და მე უკანასკნელზე გადავალ რომ ინტუიცია კუფკარად აიღოთ. კითხვა გავიგეთ? კი გასაგებია. აი, მოიცა მაშინ არ გადავალ და შეგიძლიათ ცოტა ხანი იფიქროთ. აი, ვერ მოვიფიქრეთ? თუ თქვენი ხმა არის მის თუ რამე საუბრობთ? უი, 1 საათია დატოვებ. საიდან აგესმის? რომელიმე ეხა ისმის. ეხა კი მაგრამ სპოლოს რა ვთქვი. კითხვა გადავს იმის მერე არაფერი არის უნდა. კაი, ანუ ეხლა იდეაში ვცდილობდი რაღაცნაირად პასუხი ვერ გამეცით კითხვაზე, რომ თავიდან ამეხსნა მთლიანი არქიტექტურა, რომ უკეთესად მივხვდარიყავით კითხვაზე პასუხს. იდეა ამ არქიტექტურის ეგეთი არის, რომ CNN-ს ვიღებ და feature map-ები მაქვს რა.
რაღაცა feature map-ები მაქვს, ხო? ამ CNS რაღაცა პირამიდული სტრუქტურა აქვს, ხო? თავიდან დიდი feature-ებს ვიღებ, პატარებს, შემდეგ უფრო პატარებს, შემდეგ უფრო პატარებს და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ პროცესში მე შემიძლია ეგეთი რამე გავაკეთო, რომ ზოგიერთი ლეიერიდან მე ამოვიღო feature-ები პირდაპირ, იმის მიხედვით რომ მხოლოდ წინა შემდეგ ლეიერს გადავწე, ამ შემიძლია ამოვიღო feature-ები და შევეცადო აი ამ feature-ებში დავაპრედიქტო ობიექტი. და თქვათ რომ ახლა 4 ცალი feature-დან ვიღებ მე რაღაც ობიექტებს რა. დანარჩენები თქვათ რომ არ მაინტერესებს დროებით და ეს სამწერლებით აღნიშნოთ. და ეს თავიდან პირველ ლეიერებში შესაბამისად უფრო დიდი feature-ები მაქვს არქიტექტურიდან გამომდინარე, ხო? შემდეგ უფრო პატარა, შემდეგ უფრო პატარა, შემდეგ უფრო პატარა და ასე შემდეგ. თითოეულ feature map-ს აქვს თავისი anchor box-ები, ხო? თავისი აქ თუ ეს რაღაცა anchor box-ია, აქ ეს anchor box-ია, აქაც ეს რაღაცა anchor box-ია და აქაც რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ თითოეულ feature map-ს აქვს თავისი anchor box-ები და მთელი ამ feature map-ების და training-ის იდეა ისაა, რომ მე დავაპრედიქტო ამ anchor box-ების პოზიციების ცვლილებები. ანუ delta x, delta y, delta w, delta h. ანუ აქ თუ ობიექტი მაქვს რაღაცა. მაგალითისთვის, აი აქ რამე ობიექტია, მაგალითად ადამიანი, ხო? რანაირად უნდა შევცვალო ეს feature map-ი ისე, რომ ეს ადამიანი ამ feature map-ის ქვეშ, ამ anchor box-ის ქვეშ მოექცეს ბოდიში. ხო? მთელი იდეა ეგ არის, ამას ვაპრედიქტებ plus class probability-ებს, რა? ხო? და იდეა მთელი ამის ისაა, რომ სხვადასხვა feature map-იდან მე ვცდილობ, რომ სხვადასხვანაირი ობიექტები დავაპრედიქტო. შესაბამისად, ეს რანაირად გავაკეთო. ეს ისე უნდა გავაკეთო, რომ ეს anchor box-ები სწორად უნდა გავანაწილოთ თითოეული feature map-ისთვის, ხო? ანუ რაღაცნაირად ისე უნდა მოვახერხო ამ anchor box-ების განაწილება, რომ აი ამ feature map-ებისთვის სხვანაირი ობიექტები დავაპრედიქტო, ხოლო აი ამ feature map-ებისთვის სხვანაირი ობიექტები დავაპრედიქტო. ხო, და ეგ ეხლა რანაირად ქნეს ამას. ეგ ქნეს აი ამ scaling მეთოდის მიხედვით, რა, რომელსაც ეგეთ იმას აკეთებენ, რომ დაახლოებით აი ასეთი ზომის ობიექტებს აპრედიქტებენ თავიდან, ანუ როდესაც feature map-ების ზომა უფრო დიდია, ხო? აპრედიქტებენ შედარებით პატარა scale-ი აქვს ამ anchor box-ების, შემდეგ უფრო ზდიან, აშკარად, ხო? ანუ ratio უფრო დიდი არის, 0.34 არის, შემდეგ უფრო დიდი არის ratio, ხო? 0.48 და რაც უფრო და უფრო იზრდება ამ feature map-ების level-ები და შესაბამისად მცირდება თვითონ feature map-ების ზომა, ასევე იზრდება anchor box-ების scaling, ხო? ანუ უფრო დიდ ფართობს მოიცავენ ხოლმე ეს anchor box-ები feature map-ებისას, ხო? ამ სურათს რო შევხედოთ, აი აქ უფრო დიდ feature maps, ROA-X, ROA feature maps, შესაბამება anchor box-ი ამხელა anchor box-ების შესაბამება და შესაბამისად პატარა ობიექტებს უფრო დაიჭერენ ხოლმე დიდი feature map-ები, ანუ ამ შემთხვევაში. კატა ძახლანში და უფრო პატარაა, ხო? კატა ძახლანში და უფრო პატარაა. და აი ამ feature map-მა, ROA-X, ROA feature map-მა კატა დააპრედიქტა, ასე რომ ვთქვათ, ხოლო 4x4 feature map-მა, იმიტომ რომ ამისი anchor box-ების ზომა და scaling-ი უფრო დიდი არის, შესაბამისად უფრო დიდი ობიექტები დააპრედიქტა, ხო? ამ შემთხვევაში ძაღლი და ეს ინტუიტიურიც არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ამ თუ სურათში და რაც უფრო დიდი არის რეზოლუცია, უფრო
მარტივი არის პატარა ობიექტების დეტექცია. ხო? 8x 8 პიქსელში პატარა ობიექტს უბრალოდ პატარა რეზოლუციან სურათშიც ადამიანებიც ხო ეგრე მუშაობ ჩვენ თვითონ რომ პატარა რეზოლუცია როცა არის პატარა ობიექტებს ვერ უყოლო. ხო? დიდ რეზოლუციაში შესაბამისად უფრო გვიმარტივდება პატარა ობიექტების პოვნა. ხო? შესაბამისად ამათ სკეილინგ პროცედურაც ანუ ისე გააკეთეს რომ anchor box-ები პატარები აიღეს დიდ რეზოლუციაში, ხოლო დიდები აიღეს პატარა რეზოლუციაში, რომ დიდი ობიექტების ამოეღოთ შესაბამისად. აი, ეხლა ეს მივხვდით? თუ რამე ვერ მივხვდით, შეგიძლიათ ვკითხოთ და გავიაროთ. თუ მივხვდით, გამოსპამეთ ლაიქი. აი, გონი ვერ მივხვდით. მაშინ მითხარით რა ნაწილი ვერ მივხვდით, რომ გავიაროთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის არქიტექტურულად გესმოდეს რა. თავიდან მივხვდით ეს არქიტექტურა საერთოდ არ მუშაობს. კი. ოკეი. ეს იდეა მივხვდით რა ქვია, რომ სხვადასხვა ლეიერი, სხვადასხვა ობიექტების დეტექციას აკეთებს. კი, ეგეც გასაგებია. ოკეი. ეს სკეილინგის ამბავი, კონ სკეილინგი ვერ გავიგეთ, ხო? ანუ სკეილინგის დაახლოებით მივხვდი, ანუ receptive field-ი რომ მცირდება, ისიც თვითონ ობიექტები receptive field-ი რომ იზრდება უფრო სწორად, ობიექტები უფრო მცირე რა, პატარა ობიექტებს აფიქსირებს უფრო. დაახლოებით თუ სწორად. ხო. ანუ რაც უფრო იზრდება, ეს ჩვენი ლეიერების სიღრმე, შესაბამისად ამათი რეზოლუცია დაახლოებით ეს ინტუიციურად რო წარმოვიდგინოთ, ამათი რეზოლუცია მცირდება, ხო? და შესაბამისად უფრო დიდ ობიექტებს პოულობს პატარა რეზოლუციაში, რა დაახლოებით ესე რო წარმოვიდგინოთ და ამათაც ავტორებმა ამ პეიპერის უბრალოდ ეგრე გააკეთეს, რომ მოდიო ეგეთი სკეილინგი გავაკეთოთ, ხო? რომ სხვადასხვა ფიჩერები სხვადასხვა ზომის ობიექტებზე იყვნენ სპეციალიზირებული რა. დაახლოებით ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. გასაგებია. კარგი. ხო, და ანუ ამ კითხვასაც იდეაში გავეცით პასუხი, ხო? ხო, ლოსი რაც შეეხება, ლოსი ეს წარმოდგება დაახლოებით იგივენაირი, იდეა იგივეა, უბრალოდ მათემატიკურად, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი არის, სხვანაირად ჩაიწერება, მაგრამ იდეა ეგაა, რომ კლასის და ლოკალიზაციის ლოსებს ტონით და შემდეგ უკვე ჯამოთ, ხო და უბრალოდ ერთი ალფაგო გააქვთ ლოკალიზაციაში. რამდენად გავითვალისწინოთ და შემდეგ უკვე დანარჩენი ფორმულების და მათემატიკა შეგიძლიათ თქვენ გაიაროთ paper-თან ერთად, ხო, paper-საც შევეცდით რომ ჩავაგდო მატერიალებში. ხო. კარგი. იდეაში ეს იყო და კიდე ერთი იმპრუმენტი, რაც ამ არქიტექტურას შეიძლება ქონდეს, არის ეგეთი. რომ იმის მაგიება მხოლოდ forward step-ი ქონდეს, ანუ მხოლოდ ფიჩერები ესე ამოვიღოთ, რომ პირამიდიდან მხოლოდ ესე ამოვიღოთ ფიჩერები, შეგვიძლია უკანაც წამოვიდეთ რა. ან თუ bottom up pathway გვაქვს, ან forward step-ი გვაქვს, ასევე შეგვიძლია ქონდეს backward step-ი და უკანაც წამოვიდეთ და შესაბამისად ეს ჩვენი ინფორმაცია საერთო ჯამში გავამდიდროთ წინარე ინფორმაციიდანაც, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ინფორმაციის flow ეგეთი გქონდა, ამას თუ დავივიწყეთ ამ ნაწილს საერთოდ დავივიწყეთ, რომ იდეაში მხოლოდ და მხოლოდ ეგეთ რამეს ვაკეთებდით, რომ ინფორმაციას წინა ლეიერიდან შემდეგ ლეიერს ვაწვდით და არა პირიქით, ხო? მაგრამ ხო შეიძლება რომ ბოლო ლეიერმა ის თქოს ზაღლი თუ დამიფრედიქთა, ეგ ინფორმაცია გადმოსცეს იმ ლეიერს, რომელიც კატას აფრედიქტებს, რა, პატარა ზომის ობიექტებს აფრედიქტებს და სწორედ ეგ ინტუიცია არის feature pyramid network-ებში.
რომლებსაც გონი ამის შემდეგ ლექციაზე გაიგეთ, უბრალოდ მინდა და ინტუიცია მომეცა თქვენთვის და ცოდნა დაახლოებით რომ ამაზე შეიძლება კიდე სხვა რაღაცების დაშენდეს რა. კარგი, და ეხლა მოდი უბრალოდ შევადაროთ YOLO-ს და SSD-ის არქიტექტურა, ის არქიტექტურები, რომლებიც გავიარეთ. ეს სურათი პირდაპირ SSD-ის paper-დან აღებული და რაც ვთქვი, ხო, არქიტექტურული განსხვავება ეგაა, რომ გვაქვს YOLO-ს შემთხვევაში ერთი straightforward network-ი, სადაც იდეაში ეგაა, რომ რაღაცას ვსწავლობთ და ბოლოში უბრალოდ ეგეთ რამეს ვაკეთებთ, რომ რამდენიმე fully connected layer-ი გვაქვს და შემდეგ უკვე დეტექციას ვაკეთებთ per class, ხო? და მე რა post-processing-ი ჩვეულებრივია რა. NMS ვაკეთებთ, რასაც სხვა ობიექტ დეტექციაში ვაკეთებთ. ანუ off-stage-იან დეტექციაში რაც ვაკეთებთ post-processing-ს იგივეა. ხოლო SSD შემთხვევაში ანუ რაც ვთქვით, ხო, ანუ ერთი network-ი გვაქვს, ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და შემდეგ უკვე ამ ერთ network-ში layer-ებიდან, ანუ აქედან, მაგალითად აქედან და აქედან მე ვცდილობ, რომ სხვადასხვანაირი ობიექტები ამოვიღო encode-ების მიხედვით. ხო, და შემდეგ უკვე post-processing-ი აქაც დაახლოებით იგივე აქვს. და ეხლა შედეგი დაახლოებით აქაც წერია რა. YOLO უფრო სწრაფია, 45 ფრეიმის დამუშავება შეუძლია, ხოლო ბოდიში, ამ შემთხვევაში SSD-ის ავტორებიზე ხენა უფრო სწრაფები ვართ, 49 შეუგვილიაო და 74 არისო ჩვენი confidence, ჩვენი score-იო საბოლოოდ რა. ხო, არქიტექტურული განსხვავებაც ესაა, ასე რომ ვთქვათ, ხო? კარგი. კარგი, მოდი ჯერ ამაზე კითხები ხო არ გაქვთ? არა, გასაგებია. და იდეაში საბოლოო take-away-ის ეგაა, რომ თუ თქვენ გინდათ საბოლოოდ შეგვიძლია ეგეთი რაღაცები ვთქვათ, რომ თუ თქვენ გინდათ რომ სწრაფი real-time აპლიკაციები გქონდეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ YOLO, ან თანამედროვე YOLO-ები ძალიან სწრაფები არის და მაგიტომ თუ თქვენ გინდათ რომ დაბალანსებული მოდელი გქონდეთ, რომელსაც accuracy-ც კაი ექნება სტვაზე და ასევე სწრაფი ექნება, მაშინ SSD შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ძალიან მაგარი არქიტექტურა გინდათ რომ გამოიყენოთ, რომელსაც ძალიან მაღალი accuracy ექნება, მაშინ შემთხვევაში two-stage დეტექტორები არის გამოსავალი, ხო? ტრანსფორმერებიც შიც არის ასე ვთქვათ დეტექტორები, თუმცა მგონი ტრანსფორმერები ჯერ საერთოდ არ გაგივლიათ და მაგიტომ მოდი არ შევეცოთ. თუ გაიარეს, მოიცავ შევხედო. ჯერ არა. ოკეი. მაგრამ მოიცა, იგეგმება მგონი რომ გაიაროთ ტრანსფორმერები და დეტექტორებს ვხედო, მაგრამ ხო, ნუ იცოდეთ ტრანსფორმერებშიც არის დეტექტორები რა, ასე ვთქვა და ისინი ძალიან მაღალი ხარისხის ტრანსფორმერები არიან. დეტექტორები არიან, ბოდიში. ხო. და როგორც SSD-ზე ვთქვი, encode-ების დიზაინი ძალიან დიდი ასე ვთქვათ რეზულტატი მოაქვს შედეგზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ბოდიშის შედეგზე, იმიტომ რომ გააჩნია რანაირად მოხდება თქვენი encode-ების დისტრიბუცია, თუ ცუდად გააკეთეთ, შეიძლება საერთოდ უშედეგო იყოს, ხო? ასევე ის არის, რომ რეზოლუციას როგორც გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმის დამიხედვით, თუ რამხელა ობიექტის დეტექცია გინდათ, გაგინდათ და ამ შემდეგ, ხო? და იდეაში ეგაა, მეტი მგონი არც აქვს თქვა მინდოდა დღეისთვის. კაი, მეკითხები ხო არ გაქვთ? გავიაროთ. არა. აი, მაშინ დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. ლექციას ავთვალე.
კარგად. კარგად. ნახვამდის. ნახვამდის.